რამაც აქამდე მოგიყვანა, შორს ვეღარ წაგიყვანს. თუ დაფიქრებულ ხართ, ახალი წლიდან, ორშაბათიდან, ხუთშაბათიდან, სულ როგორ აწყობთ გეგმებს და რამდენ, მაგალითად 10 გეგმას და იმ 10 გეგმიდან რამდენს ასრულებთ. მაგალითად, შაბათიდან დავიწყებ დიეტას. იმ წლიდან ვისწავლი რაიმე ახალს, შევიცვლი სამსახურს. თუ მაგიაზე მიდგა საქმე, გავიკეთებ წმენდას. აი ეხლა გავიკეთებ, ხვალ გავიკეთებ, ზეგ გავიკეთებ. ზოგადად, როდესაც ატყობთ, მაგრამ აი ჯადოს აქვს ერთი ცუდი თვისება, ადამიანი ვერაფერს ვერ ატყობს და თავის წლებს ხარჯავს, მაგრამ მაინც ხო, აუცილებელი არ არის ყველას ჯადო ჰქონდეს. თუ ატყობთ, რომ მაგალითად 40 წლამდე ისე მიხვედით, რომ მაგალითად აი პირად ცხოვრებაშიც კარგად არ ხართ, მაგალითად ფინანსურადაც ძალიან ვერ გაიზარდეთ. იმდეს ვერ მიაღწიეთ, მაგალითად რაც გინდოდათ, ხო? ანუ რა ცხოვრების სტილითაც აქამდე მოხვედით, ესე იგი ეს ცხოვრების სტილი თქვენ შორს ვერ წაგიყვანს. ანუ წარმატებებს თქვენ მომავალში ამ ცხოვრების სტილით ვერ მიაღწევთ. ჩემთან წმენდაზე ეწერებიან არა მარტო ის ადამიანები, ვისაც ჯადოს მოხსნა უნდა, არამედ წმენდა არის იმ ადამიანებისათვის, ვისაც უნდა თვითგანვითარება, სიყვარული, ბარაქა, ოღონდ სიყვარული თავის, სილამაზე, ენერგიის გასუფთავება და ასე შემდეგ. ხა რას აკეთებს ეს ყველაფერი? რაც არ უნდა სუფთა ადამიანი იყო ჯადოსაგან, თვალი, სამსახურში, სახლში, მეზობლებში, რა ვიცი, ნათესავებში, ხო? ნათესავები ხო ჩვენი პირველი მყარებლები არიან ბრჭყალებში. ამიტომ რაღაცა მაინც მოგერგება ცუდი ენერგია. როდესაც ადამიანი ცუდი ენერგეტიკისაგან თავისუფლდება, ის იწყებს თავის თავზე ფიქრს. თავისი ცხოვრება თუ ცუდი იყო, მაგალითად, ან არაშესაფერისი მისი, იწყებს მის გამოსწორებას. უნდა ახალი პროფესიის შექმნა. ყოველ შემთხვევაში ჩემი კლიენტები მეგობრებო ესე არიან, იმიტომ რომ ბევრი ვიცი, ჩემი კლიენტი მუშაობდა მოხუცთან, იმუშავეს და შემდეგ ფული შეაგროვეს, პროფესია შეიძინეს, ზოგმა გახსნა ლაზერის აპარატი, ზოგმა ისწავლა ეპოქსიდზე მუშაობა, ზოგმა წამწამებზე მუშაობა, არ ვიცი, მილიონი რამე. და ამ მძიმე სამსახურებიდან გადავიდნენ თავის პროფესიაში. რამ გამოიწვია ეს? მხოლოდ წმენდის რიტუალმა. ჩემთან იცით რომ, წმენდის რიტუალი არის მართლა ის, ჩემი მთავარი ფიშკა, რაც სასწაულებს ნამდვილად ახდენს და ეს ფაქტია.